მშვიდობიანი აქცია გაიმართა დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან. აქ შეკრებილი მოქალაქეები რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის შეცვლას გამოიხმაურნენ. აქციის მონაწილეებმა ვალერიან თელიას მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს სამმართველოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არაადგილობრივი კადრები ინიშნებოდნენ. მათ სამმართველოს ახალ ხელმძღვანელს დავით თამაზაშვილსაც მიმართეს და მოუწოდეს, რომ წინამორბედის შეცდომები არ გაემეორებინა. შეგახსენებთ, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელება უკვე დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით, სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით თვალიშვილი ბათუმის უბნის ინსპექტორების სამმართველოს ხელმძღვანელად იქნა გადაყვანილი. თემაზე უფრო ცუდად მომდევნო გამოშვებაში ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი აქციით გვინდა მესიჯი გაუგზავნოთ ხელისუფლებას ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მადლობა გადაუხადოთ, რომ როგორც იქნა ერთი თანამდებობა გაიმეტეს ადგილობრივი კადრისთვის, ასევე ვაპროტესტებთ და ვახსენებთ ხელისუფლებას ყოფილი ხელმძღვანელის ვალერიან თელიას დამოკიდებულებას აჭარელი მოსახლეობისადმი. ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, როგორც იქნა ადგილობრივი კადრი და ჩვენ მას გვინდა მიმართოთ, რომ ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნოს ადგილობრივი კადრები, ოღონდ პროფესიონალი და დადებითი რეპუტაციის მქონე ადამიანები.